It does feel like Groundhog Day. ეს ყველაფერი უკვე ზაზონას დღეს ემსგავსება. ეს ადრეს რამდენჯერმე გამოგვივლია. საქმე ისაა, რომ რუსეთს სურს ამ ომის წარმოება უკრაინის წინააღმდეგ და მხოლოდ იმ შემთხვევაში შეჩერდება, თუ მას შეაჩერებენ. And will only stop if stopped. So everyone's ამიტომ ყველა ეძებს მარტივ გამოსავალს, სადაც ჩვენ მოლაპარაკებას ვაწარმოებთ. პუტინი გონივრულად იმოქმედებს და შეთანხმებას მიაღწევს. მარტივი გამოსავალი არ იქნება. პუტინს სურს ამ ომის წარმოება და ის უნდა შეაჩერონ. to be stopped. If you remember during the Biden administration, თუ გახსოვთ ბაიდენის ადმინისტრაციის დროს გამუდმებით ისმოდა ფრაზა: ჩვენ უკრაინას დაუჭერთ მხარს იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება. ანუ ეს გადასახადის გადამხდელების ფულია, სტრატეგიული მიზნის და დასასრულის გარეშე. უბრალოდ განაგრძეთ. ტრამპმა ეს მოცემულობა თავდაყირა დააყენა და თქვა: არა, ჩვენი მიზანია ომის დასრულება. ამასთან პრეზიდენტ ტრამპს, როგორც ჩანს, დიდად არაინტერესებს სად გადის საზღვრები. მისი პოზიციაა უბრალოდ დაასრულოს ომი, შეწყდეს ადამიანების მკვლელობა. he also, I think, wants to get to a point of lifting sanctions. ვფიქრობ, მას ასევე სურს სანქციების მოხსნა და რუსეთთან თანამშრომლობის აღდგენა. მას არ სურს რუსეთთან მუდმივი დაპირისპირების მდგომარეობაში ყოფნა. ეს გასაგებია. და მას ნამდვილად არ სურს, რომ ამერიკასა და რუსეთს შორის ურთიერთობა ბირთვულ დაპირისპირებაში გადაიზარდოს. ასე რომ ეს ყველაფერი საქებარია. The problem here is that Putin is not playing Trump's game. პრობლემა ის არის, რომ პუტინი ტრამპის თამაშს არ თამაშობს. პუტინს სურს უკრაინის დაპყრობა, რუსეთის იმპერიის აღდგენა. ის ამას თავის მემკვიდრეობად, თავის ისტორიად, იმის გაგებად მიიჩნევს, თუ რა უნდა გააკეთოს რუსეთმა. და ის არ გაჩერდება მხოლოდ იმიტომ, რომ პრეზიდენტი ტრამპი და სხვები ამას გონივრულად მიიჩნევენ. პუტინი ამას არ დათანხმდება, ის ბრძოლას გააგრძელებს. Putin is not going to go there. He is going to keep fighting. Look, Russia. შეხედეთ, რუსეთმა ეს ომი ნებაყოფლობით დაიწყო. უკრაინის ტერიტორია მიითვისა და ეს ადავოა. რა თქმა უნდა, რუსეთის მიერ უკრაინის ნაწილის ოკუპაცია იდეალური არ არის, მაგრამ ვფიქრობ, ამ ეტაპზე ასეთი სისხლიანი ომის შემდეგ ყველა შეეგუება რუსული ოკუპაციის ფაქტს. მაგრამ როგორც კი გააცნობიერებ, რომ ეს ახლა რუსეთის ტერიტორიაა, ლეგიტიმაციას ქმნი ომის გამოყენებით საზღვრების შესასვლელად და სხვა ქვეყნებში ტერიტორიების მისატაცებლად. ეს ძალიან მაცდური იქნებოდა მსოფლიოს მრავალი ქვეყნისთვის. ასევე ცდუნება იქნებოდა რუსეთისთვისაც, რომ ეს ისევ გააკეთოს. ეს 2014 წელს დაიწყო ყირიმით და აღმოსავლეთ დონბასით. შემდეგ მათ გადაწყვიტეს, რომ მთელი დონბასი სურდათ, ასევე ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონები. ასე რომ ახლა 5 რეგიონი დარჩა და თუ ამ ყველაფერს ლეგიტიმაციას მისცემენ, იტყვიან, კარგი, ახლა მეტი გვინდა. ასევე შეუძლიათ შეხედონ ლიეტუვას და პოლონეთს და თქვან: იცით, აქ არის მიწის ნაკვეთი, რომელიც კალინინგრადს დანარჩენ რუსეთთან უნდა აკავშირებდეს და ის ჩვენ არ გვეკუთვნის. ასე რომ ჩვენ ის უკან უნდა დავიბრუნოთ და ესეც ლეგიტიმური უნდა იყოს. ჩვენ მას უკან დავიბრუნებთ და გვინდა, რომ თქვენს აღიაროთ ეს. ასე რომ ეს ძალიან მოლიპული გზაა, რომელსაც შეიძლება დავადგეთ ძალის გამოყენებით მიტაცებული ტერიტორიების დაკანონებით. Taking lots of land in Ukraine for years now. ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მედიაში ხშირად არ გვესმის, ის არის, რომ რუსეთი გაცილებით სუსტ პოზიციაშია, ვიდრე მათ სურთ, რომ გვჯეროდეს. ისინი ვერანაირ სამხედრო წარმატებას ვერ აღწევენ. ისინი უკვე წლები არ წეწევლონ წინ და ვერ იპყრობენ ფართო ტერიტორიებს უკრაინაში. მათი ეკონომიკა ძალიან სუსტ მდგომარეობაშია. უკრაინელებმა მოახერხეს ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების განადგურება, ამიტომ რესურსებით მდიდარი ქვეყანა, როგორც რუსეთია, ფაქტობრივად ბენზინის დეფიციტს განიცდის, რადგან უკრაინელები მათ რესურსებს ამცირებენ. ამან სხვა საკითხებთან ერთად რუსეთში ფასების ზრდა გამოიწვია, ამიტომ ინფლაცია ძალიან მაღალია. ვალუტის რეზერვებზე წვდომა მცირდება. საპროცენტო განაკვეთები ძალიან მაღალია და რუსეთში ყველა მიცის ეს. ასე რომ პუტინს აქ ძალიან ძლიერი პოზიცია არ აქვს. ამიტომაც ვფიქრობ, რომ ის ცოტათი ჩქარობს, რომ მოლაპარაკებების დროს ლანგარზე მიართვან ის, რის აღებაც სამხედრო თვალსაზრისით არ შეუძლია, რადგან იცის, რომ მისი პოზიცია დროთა განმავლობაში ირყება. ასე რომ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც უნდა იცოდეთ.